ერთდროულად 4 დაჭრილის გადაყვანა, სიჩქარე საათში 120 კილომეტრი, 356 ცხენის ძალა და დახრილი ფორმის ჯავშანი, რაც საშუალებას იძლევა აისხლიტოს გარკვეული კუთხით მოხვედრილი ტყვიები და მცირე კალიბრიანი ჭურვები. ეს დელტაში წარმოებული სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა მედავიკია. ის განკუთვნილია დაჭრილი ჯარისკაცების საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად. ქართულმა ჯავშანმანქანამ კონკურენტების საერთაშორისო ბაზარზეც დაჯობნა და რამდენიმე ათეული ტექნიკა უკვე საუდის არაბეთის შეიარაღებაშია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გამოარჩევს ჩვენს პროდუქტს სხვა კონკურენტული პროდუქტებისგან, ეს არის ფასის და ხარისხის კომბინაცია. ამ ფასში ეს არის საუკეთესო პროდუქტი, რომელიც შესაძლებელი არის რომ იყოს მიღებული. ამავდროულად აქვს დაჯავშნის ძალიან მაღალი დონე, რომელიც შეესაბამება ნატოს მეორე სტანდარტს. და აქვს შესაძლებლობა 4 დაჭრილის ევაკუირების, რაც პრინციპში თავისთავად დამოკიდებული იყო კლიენტის მოთხოვნაზე. თვითონ მანქანა ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება არის, ეს არის უნიფიცირებული პლატფორმა, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2013 წელს შევიმუშავეთ მისი განვითარება და უნდა ველოდოთ სხვადასხვა ტიპის მანქანების განვითარებას ამავე პლატფორმაზე. საერთაშორისო ბაზარზე მიღწეული წარმატებისა და საიმედოობის მაღალი ხარისხის მიუხედავად, ჯავშანმანქანის შეძენას არ ჩქარობს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. მედავიკი ქართული არმიის ტექნიკურ აღჭურვილობაში არ შედის. საქართველოს შეიარაღებულ არმიაში ეს ჯავშანტექნიკა დღესდღეობით არ არის, თუმცა ვიმედოვნებ, რომ დღეს ჯეიტაგზე ჩვენი მანქანის უკვე წარდგენა წინაპირობა იქნება იმისა, რომ დაინტერესდეს თავდაცვის სამინისტრო ამ მანქანით და პრინციპში უკვე გამოისახოს ეს გარკვეულ შეკვეთებში. სანამ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოყმანობს და არაკეთილის მსურველი მეზობლის საბრძოლო ტრანსპორტის მიმართ უფრო მეტ დაინტერესებას იჩენს, არაა გამორიცხული მედავიკი სხვა ქვეყნების შეიარაღებაში გამოჩნდეს. როგორც მედავიკის დამპროექტებელი ზვიად ციკოლია Facebook-ზე აღნიშნავს, ეს მანქანები საქართველოსთვის ამ დრომდე მამლუქებად რჩებიან.